დღეს მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი, ასაკოვანი ადამიანი 93 წლის ვესილე ბებუ. ძალიან კარგი ქალბატონი უნდა იყოს 93 წლისა, პატარა ასაკი არ არის და ნახოთ როგორი სიუჟეტი გამოგვივა. ომარ! ვაიმე, გამარჯობა. ესე იგი, თქვენ სახში მარტო ხართ? როგორ ზანდებით, მოდი შეგეხოთ ერთი. ყოჩახ. როგორ კარგად გამოიყურებით? ბებო. მე თქვენისანა ახალგაზრდებს ვიღებ Facebook-ზე ვდებ და მე სოციალურ ქსელში გამოხმაურებები არის. მინდა რომ თქვენზეც გავაკეთო ერთი პატარა სიუჟეტი 93 წლის ქალბატონზე და დავდო Facebook-ზე და მე მოგეფერება ყველა შენი ნაცნობით, ცნობით, სოფლელიც, რა ვიცი, ქალაქელიც, ნათესავიც, არანათესავიც, რა ვიცი. და მინდა რომ ვანახოთ თქვენი თავი საზოგადოებას. ასე რომ გავაკეთოთ პატარა სიუჟეტი და ვაჩვენოთ საზოგადოებას. ქალბატონო ვესილე, რამდენი წლის აბზანდებით? 93. 93 წლის აბზანდებით? ძონებაში. ყოჩახ თქვენ. რა კარგად გამოიყურებით და რა ლამაზი ქალბატონი ბზანდებით თქვენ, რამდენი წელიწადია აქეთ ამ ოჯახში ხართ თქვენ? რამდენი წელია და 68 თქვით წინადღეს 68. 68 წელი გამოთხოვილი ხართ ამ ოჯახში, ხო? ამ ოჯახში. საიდან გამოთხოვდით? ახოდან. სოფელ ახოდან? იქ საიდან მიგაკვლიათ თქვენმა მეუღლემ? სად გნახათ იქ? ელჩი მოვიდა და იმას გაკეთდა საქმე და ელჩობით გააკეთეთ საქმე. ხო, ელჩობით. ოჩახ. ქორწილი გქონდათ? ქორწილი იყო. გქონდა გახსოვთ? იყო და აქაც იყო ქორწილი. სადედოფლო კაბა გეცვათ? ხო. ორი დადიანი მეხნა. 93 წლისა ბზანდებით. ამ 93 წლის განმავლობაში რაც გაგივლია ცხოვრებაში თქვენი ბავშვობიდან დღემდე პატარა სიუჟეტებით მოგვიყვები ისტორიასავით შეგიძლიათ მოყვეთ 93 წელი ხომ გავლიე დაიწყე შენი ბავშვობიდან და დღემდე თუ რამეს მოგვიყვები ასეთ ისტორიას აბა სკოლაში ვიარებოდი და ვერ ვსწავლობდი ნიჭი არ მქონდა და ვერ ვსწავლობდი და 4 კლასი გავამთავრე 4 კლასი და სოინი მე გავაგდი მოვდა მე ჩემმა ემიაშვილმა სკოლაშიო ჰენთა ვზუმარეთ იყო ჩემი ემიაშვილი სკოლა ვარდომ გააგდებიო არ დაიარო აი უთხარი მე არ დავიარო სკოლაში მეთქი ჩამდიეს უთხარი და არ დავიარო მეთქი მე მუშახანა მიცემდა და ჩემი ემიაშვილი ფერმაში იყო ჩემ ემიაშვილი ხარაი ყავდა ჩემი ხარაი ბაბამ გუკეთა ბალდიზია თხოვნია ემიაშვილი და ხარამ უთხრა ჩემ ძმასა მე დასახმარებლად რომ გაგვატაიო და დაზრეო კომისარს ჩემმა ძმამ თქვა წაყევიო და მიეხმარეო გობრიერთი და ახო შეერთებული იყო ფერმები. ფერმაში მუშაობდით? ფერმაში მუშაობდი. რამდენი დედმამიშვილი ყავით? რამდენი დედმამიშვილი ყავით ოჯახში? 6 და 2 ნენეს ოღლი ყავდა კიდე ბიჭები. 6 დედმამიშვილი ყავით და 2 კიდე ხო. ის ყავდა? მას ყავდა 2 ბიჭი წინა კადიდან. 6 ესე 8 გამოდის ხო? 8 დედმამიშვილი ცხოვრობდით ერთ ოჯახში? ერთ ოჯახში ცხოვრობდი. თუ გაიხსენეთ ეს ცხოვრება როგორი ცხოვრება გქონდათ ეს 8 დედმამიშვილი რომ ერთად იყავით ამ პერიოდს გაიხსენეთ? მე დიდი ძალი ნენემ დააქორწილა დიდი ბიჭი. ის ოღონი დააქორწილა ნენემ. ქორწილი გუდუხადა იმასკნა
და ვიხარეთ ლამაზად და მე გამონაწილდა იმან. ჩემმა დიდმა ძმა. გამონაწილდა ცალკე ცხოვრობდნენ ისინი. ცალკე. ორი ბაღანა შეეძინა. იმანაც რა ვიცი მე რაც ხაიღო მალე მოკდა იმანად. ორი ბაღანა დურჩა გოგო ბიჭი. სხვა მივენ იმასკნა, მიყვანენ იმასკნა. ეს ბიჭები ყველა ჩვენ დაასახლა. ჩვენ გაგვათხვა ყველა ლამაზად დაგვასალაგა. ამ ფერიდა ცხოვრობა. მე აქეთო გამოთხოვდით, აქაური ცხოვრებისაც გეიხსენეთ, აბა ახლა მე აქ გამიათხრე 4 წელსაც დედამთილთან მიყავი. დედამთილთან მიიღმა. მე მიან სახლზე უწყევით, მე მიან სახლი გავაკეთეთ იმასკენით, გამეუბარგეთ აგერაკა. და მიან კოლექტივობა. კოლექტივი. როგორი იყო ეს კოლექტივი, როგორი? გეგმები კაი, ბლახა არ იყო, მაგრამ მეტი მუშაობა იყო, მეტი მუშაობა. ჭალობა, კიბიაკილზე სასული ყავი. მეგეთიბა უნდა, გეგეხმო, ჩამეგეზი და უნდა ფერმაში. მუშაობა მაგარი იყო. გეგმა გქონდა, თუთუნის გეგმა გქონდა? თუთუნის გეგმა გქონდა 2 წელიწად თანასთან ტონა და 300 კილოს ვაბარებდით. და რომ დავდუკავდით, ზეცკენ კალიდორში გავსობდა დუკებს. გავსობდა მივიდან ისქნა. ამ დუკებს დააწერა მივიდან პირველი ხარისხი. ჩვენ ახლა პირველი შეიბაროს უნდა. შეიბაროს უნდა პირველი. მე წაღება რომ იმასკნა მაშინა მოვდა. ერთი 2 ქათამიო დაკალიო. 2 ქათამიო დაკალიო, ისო გლათო ლამაზათო. მოხარშე იმასკენიო და დაკალის 2 ქათამი მოხარში. და ამ დუკების ერთა იწეო. ყველა დუკები იმდენი დუკი ჩვენი მაშინაი დეიზეზა ჩვენი დუკები დეიზეზა მაშინაი სულა ვინივერსია. ჩემდა მევენ ჩააბარა პირველ ხარისხში. აქ. ახლა შენი ქორწილის ამბავს თუ მომიყვები, თუ გახსოვს შენი ქორწილის ამბავი, აბა? ქორწილი? როგორი ქორწილები იყო მაშინ თქვენ დროს? რაფერი ქორწილები? განახვა მაშინ არ იყო. ბიჭი მოსული იყო და იმას ეკნა. ფარდიები იყო ჩამოხურვილი. აქ ველი ფარდა იყო ჩამოხურვილი ისინი. მებლენ ნაცმედა. აღარ გახსოვს ესე იგი ქორწილის ამბები? ქორწილი დიდი ქორწილი იყო, ხალხი იყვნენ, ჭამასმა ისინი. ჭამასმა ღვინო იყო მაშინ? ღვინო იყო აბა. ღვინო ოტყა. ვინც ხაცა უნდა და სვამდნენ ჭამდნენ. როგორი ბავშვობა გქონდა? შენი ბავშვობა გახსოვს? როგორი ბავშვობა იყო შენი ბავშვობა? ბაღნობა მუშაობდით და ნენას მივდევდი, მოვდევდი სამუშაოზე ნენას. აჰა. ნენას მივდევდი, მოვდევდი. თამაშობდით არ თამაშობდით რამეს? სკოლაში რომ ვიყავით კენჭობილა თამაშობდით, კენჭობილა. კენჭობილა იყო ბაღნე გოგმები დავუძებოდით კორძე და კენჭობილას თამაშობდით. თუ ვიცხაი გაგბა ერცებდა და იმას ვიწევკინდებდით, შევახტებოდით ერთმანეთ თმებში. მოვქაჩავდით. ახლა 93 წლის ბზანდები და მე რამდენადაც მითხრეს ძალიან ჯამთელი ქალბატონიაო და ძალსაცო ყველას ეხმარებაო ოჯახშიო, ყანაში, ბაღჭაში, შეგიძლიათ მუშაობა? ერთი შემიძლია და ახლა აღარ შემიძლია. თქვათ რა საქმეებს გააკეთებ ახლა შენ? რა საქმეებს გავაკეთებ და პური თუ მასით პურს გამოაცხობ. ეცინას დღეს არ იყო სახლში, პური მოვზილე. და ჩემი შვილი ამბობს მე შენ მალადესო ნო პური მოვზილეო.
ეს მიიღმა. ესე იგი ძლობას აკეთებს, ძლობა. ოჯახში 93 ხალი კიდე რა გააკეთო? ოჯახს გაბარებენ მარტოჩები, პურსაც მოზილავ, გამოაცხობ, საჭმელს გააკეთებ. ხო, პურს ახლა გადავღებ ჟარონებზე იმასლი. ესენი მსახში არ იქნებიან და ჩემი მინდეთი არ აქვანი არები შუგულ. აკეთებენ ყველამბერს აზიუჭა. აი შენს ახალგაზრდობაში, ოჯახებში ან მაშინ რა ტრადიციები იყო? ტრადიციები რამე გქონდათ, რამე და განსაკუთრებული ტრადიციები რამე იყო? სახში? სახში, სოფელში, საერთოდ ტრადიციები რა ტრადიციებს მისდევდა რამე თუ გახსოვს? ან თუ იყო? გაჭირვება იყო ერთხან, გაჭირვება. გაჭირვება სხვა რამეა, მაგრამ ტრადიცია სულ სხვა რამეა, ტრადიციები. თორა გაჭირვება ყველა გაჭირვება იყო, ყველასთან გაჭირვება იყო. ეს იყო პირველ სახში იმპერი წყნარი სახლი იყო, იმპერი რომე ნენა შიშისგან რავან იმას იქიდან კოლექტივში წევდოდნენ, მოვდოდნენ. ჰეი ახლა მომისმინე ერთი რაღაცა შეკითხვა და დგისვა. შენ ხარ 93 წლის ახალ და დავაბრუნოთ დრო უკან და რომ დრო უკან დავაბრუნოთ და 20 წლისამ გაგხადოთ. რას გააკეთებ? 20 წლისამ გავხდე? ხო. რას გააკეთებ? ჯახმან საქონელ ყიშლამაკი იგერიგანა მოუწველი უხდურს გავაკეთე. 20 წლისამ იყო კიდევ რამე სხვა რამეს არ გააკეთებ ენერგიულად რომ იქნები ძლიერად იქნები კიდევ რა შეგიძლია გააკეთო? ედა ახლა კოლექტივობა რომ აღარ იყო და კერძობა იყო მე მერე საქონლობას მოუწკიდა ხელი საქონლობას ეს საქონლობა ხო ხო ედა 25 წელი ყიშლაში ვიარ ოჯახში 25 წელი ყიშლაში ვიარ 4 ხობიანი მყავდა ყველთვი მყავდა 4 ხობიანი წევდოდი მაგრამ ეშტებენდი გაგვატანდა გადაბლა ზოი გაგვატანდა ზროხებს აგვაბარიებდა თაზეურა ჰანა გაუდენოთანა იმასნადო და ედა მე ხალხის ზროხებსაც უარებოდი და იმას ვიქდი კიშლებში რომ დადიოდით რამდენ ყველს კარაქს აკეთებდით? აბა ვაკეთებდი და ჩამევტანდი ბოჭკებით ყბელს ვეძრებით სავსე იახს ედა ყიდით სახში რაც მინდოდა იმდენი მინდოდა ოჯახ ახლა ვერ შეძლებთ ყიშლების წასვლას და ზროხების მოწმელას? ახლა ჰაჯიმი ეს შაშან ძველი დიგო ძველი დიგო შაშან ზოქალას აუძველი ესე იგი შაშა თუ ძველიდი ახლაც მოწველი მაგრამ არ გიშვებენ ისე ახორში არ გიშვებენ თორე ახლაც მოწველი მაგრამ არ გიშვებენ ხო? ახლა გადაიან ზროხები და 90 რა რელიგიას მიყვებოდი? ბავშვობიდან თქვენ მუსლიმანურ ლოცველობდი აბა ამდენს ევღებდი და მივდოდი და მეზობელთან ის იყო ამისი ხარა იყო ამისა ხარა ედა იმასთან მივდოდი ვილოცავდი საჩქაროდ მისი მამა მთილი და მაჭყიდებოდა ამ ხელა ბაღანა სკოლაში არება და ეს ამდენს ევღებდა აგერ ლოცვილოს და იქავინაი ბიბი მყავდა, ასლი ბიბი, ჯანეკის ერზე ბიბი მყავდა, მაგრამ იმასთან უფობაზე აღმართი იყო და ვინც ხაილა მალე მივდოდი, იმასთან ვილოცავდი და ზარი დეირეკებოდა გამევქცებოდი. ახლა და მარხვა ზათინ მარხულობდი. ახლა მარხული ხარ? ახლა აღარ შემიძლია აბდესის აღება და ისინი. რომ აბდესი ეუღო და იმასკნა აღარ შემიძლია. სხვა რას მომიყვები, რა კაი ამბებს მომიყვები? რამე კაი ამბები გახსოვს? კაი ამბები. რამე ერთი კაი ამბავი თუ რამე შეგიძლია გაიხსენო შენი ცხოვრებიდან? იმპერიის ვიყავით რომე ბაღლები რავალი იჩინგლებდნენ რავალი იმპერიის წყნარი სახლი იყო იმპერიის წყნარი საღამოზე დაგეგმავდა რომე ხوار ეს საქმე და გაკეთდეს მიერეს ის საქმე გაკეთებული იყო
თუნა სიმინდე იყო ვინიყო ხეკა ისინი ის საღამოზე გაკეთებული იყო მიერე დღეს. ვიცოლაო დღევანდელი ახალგაზრდები როგორი ახალგაზრდები არიან შენ რაფერ უყურებ რაფერ აფასებ აი რაკნა ნახლა აღარა ქვან სიჯანთელი ამ ახალგაზრდებს აღარა ქვან სიჯანთელი მუშაობენ იარები შუქურ ღმერთმა მიცონ სიჯანთელი და ისინი მაგრამ მე რომ ახლა დღეს ჯანთელი ვარ ჩემი იმდენი არ აქვს შენი ტოლები აქ რამდენი არიან ახლა რამდენი ჩემი ტოლები მე ვარ ყველაზე უმფორსი ამ სოფელში ამ სოფელში დაბლა მომდებელის ქალია ის არ არის ესე ყველაზე ჩემდონი არ არის ჩემი სლისა არ არის ესე ყველაზე უხუცესი ბრძანდებით ამ სოფელში თქვენ მე ვარ 93 წლისა ხო ოჩახ მე ვარ ყველაზე უმფორსი ვიცოლა თქვენი მეუღლესთან რაფერი ურთიერთობა გქონდათ მოყევიდეთ თქვენი მეუღლის ურთიერთობები ჩვენ ერთი ჩაბრუნებული სიტყვა არ გვითქმია აჰა ვარ ჩემი დიშვილი იქიდან ლაითულიდან მოვდა და ახლა ბრუნავს თუმის მიღმა ეზოში რომ ახლა მივდე რომ სიძე ცალკე შებრუნებული ხალაი ცალკე შებრუნებული გაბუტვილი არიან მოვდა რომ ხალობიაი გავაკეთე ჭადი გამოაცხევი ამანაც მოვდა ჩემმა დიშვილმა მოვდა იმანაცა და მე რამხანიაო გაში უბრუნავ რომ მივდე რომ შებრუნებული იყვონო სიძეცო ხარაი და მოვბრუნდი მე მიან დიდი ბლუზით ბოლანი გავაკეთე ისინი და დურგი სუფრანა და მანაც შინიყო ბერით შინიყო დაჟენ ჯამეს იმადნეს და მე რამდენი ხანია ვფიქრობ რომ მივდე რომ გაბუტვილი იყვონო ჩვენ არ გავბუტვილვა არ მახსოვს რომ მაგას სიტყვა რამე გლახარ ეთქვა ჩემთვის აკით იცოლა რამდენი შვილი გაზარდეთ თქვენ სამი რამდენი შენთან შვიდება ორი ინდონიასა და სამი ორი გოგო და ერთი ბიჭი და ყველა გათხოვილი და ქორწილებულები არიან ხო ნაარები შუქ რამდენი შვილი ხავს რამდენი 12 შვილი ხავს და შვილდაშვილი ხავს არა შვილდაშვილი ბადიშების ბაღნები მყავს ხო მაგია და ბადიშების ბაღნები ხო 12 ესე იგი შვილდაშვილი ყოლია 12 შვილდაშვილი ყოლია იმრავლოს ღმერთმა ბაბო იცოც სხვა კიდე რას გვეთყვი რაღაცა გვითხარი მნიშვნელოვანი გვითხარი რაღაცა 93 წელი რომ მიცოცხლე რას მიითმევდი რას ჭამდი რომ ასე ჯამთელად რომ გამოიყურები რა მიითვი ასეთი რომ ასე ხნეთ რომ ხარ გვასწავლე ჩვენს ეს სიჯამთელე თით მეიტანე ეს სიჯამთელე აი მაგები არ მიხვა დააც ბოლანი თოსამწმე იმას და არც ჭამ დღესამს აბა რით ხარ ასე ჯამთელი ის გვითხარი მაშინ შალვა და ისინი და საჭმელს გავაკეთებდი ძენასაც ვებინოდია მასome ერთი ჯინჯირი ფხალია გავაკეთო რომ ჯინჯარი მომეთქი ჯინჯირი ფხალია გავაკეთო მე აჰა ჯინჯირი ფხალი ძამალია და ჩვენ არ ვიცით აკეთებდი ჯინჯირის ფხალს ჭამდი შაშან ვაკეთე შაშან ახლა ჯერ არ არისო მაგრამ ადრე აკეთებდი ვაკეთებდი აბა ესე იგი ჯინჯირის ფხალი ყოფილა საიდუმლოება ასე ჯამთელად გამოიყურები ხო ზეითგან ვიყავით სოკოხორცაი ამცენას მოუხრაკავდით და დავზევით და ჭამდით აჰა სხვა კიდე რა შეგიძლია გაიხსენო 93 წელი განვლია ნიუჟელი ახლა არ გახსოვს რაიმე ესეთი
კარგი მნიშვნელოვანი ამბავი რომ მომიყვე? მომიწყდა. ვერ გავიცნო. მაშინ ასეთი რაღაცაზე შევთანხმდეთ მე და შენ. 93 წლის ახო ბრძანდები. ბრძანებაში. 7 წლის მერე გამევიარ. 7 წლის მერე. 100-ისა რომ იქნებით. კიდევ ასეთი ჩანახატი გავაკეთოთ მე და შენ, კარგი? აი, ასე წლისა. რა არის 7 წელი, რა არის 7 წელი? არაფერი ხო? მე დიდმა ღმერთმა იცის მაი. და დიდმა ღმერთმა რომ იცის, ზუსტად მასე იქნება და მასე გავაკეთებ ჩვენ ეს პირობა გვაქვს ერთმანეთის მიცემულია 7 წლის მერე მოვალთ 100 წლის იუბილეს აქ ჩავწეთ და მე კიდე შევხედავთ იქით კიდე მე რამდენი წლის იუბილეზე მოვიდე. ასე რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და ჩვენი ჩანახატი ამით დავასრულოთ და შევხვდეთ 7 წლის მერე კიდე ერთი პატარა ჩანახატი გავაკეთოთ. კარგად ბრძანდებოდი. ღმერთის ემრი.